რეკია, წავიდა. მოგესალმებით მეგობრებო, თოკაფე დაბრუნა თოკაფე აქ არის. ერთი კარგი ამბავი მაქვს კიდე რომ ამ პოდკასტში გაერთიანდება უკვე ლეგენდები აკვდებიან და წარმატების გზა სხვადასხვა არხებზე იყო ხოლმე და ეხლა გაერთიანდება აქ თოკაფეს პოდკასტში, იმიტომ რომ ცალსაკე რო არ ეძებონ ადამიანებმა. დღეს ყავს ძალიან მაგარი სტუმარი, კერძოდ ხვიჩა მაღლაკელიძე. გამარჯობა, თონდიკი, გამარჯობა. ფოტონოთი აღარ ვახსენე, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ, სანამ კამერები ჩაერთვებოდა რომ არ ვიხილეთ რა სანამ თქვენობით ფორმა იქნება მიმართვა ისა ამბავი. იოლა. და კიდე რა აღმოაჩინეთ, შეიძლება თქვენობით აი ტელეფონზე რო გირეკავს ადამიანი, ხო? ერთი წუთი რო გავა საუბრის შემდეგ. თუ ის საუბარი 1000 ლარს არ გაკეთებინებს და დადოყურდი. გამარჯობა, როგორ ხარ? გაზი მოვიდა, всё. გაზი ეხლა გაზი აქტუალური თემაა ხო, წყალი მოვიდა. ხანახან წყალი არ გვაქვს, მობაილში მარსზე წყალი აღმოაჩინეს. აი, როგორ ხარ? აშვებდა გილოცავ მას ყველაფერს მივხვდები, რომ 5 წელი ამას აკეთებ, მე ახლა აღმოაჩინე, რომ მე სადაც ჩამორჩი ყველაფერს, ყველა დიდ დამნაშავე, ჩემს ჩამორჩენაში არის ეს ჩემი ხის მაკაცი, აგერ მიყუდებული როა, ჩემი გიტარა, როგორც სტანისლავსკი იტყოდა, რომ სპექტაკლის დასაწყისში თუ თოფი კიდეო, ხერბაზეო, სცენაზეო, სპექტაკლის ბოლოს გაისვრისო და იმედი ესეც გაისვრის. ამან ჩამომარჩინა საერთოდ რა ხდება ტელევიზორში არ ვიცი, რა ხდება YouTube-ში არ ვიცი და ბოდიში ხილობე არ ვიცოდი ასეთი ამბავი თუ ყოდა შერაფერხილი. პირიქით, მადლობა რომ მოხვედი და უნდა აღვნიშნოთ სად მოხვედი რა თქმა უნდა. ალექსანდრე ყაზბეგის 43A არის ასეთი მაღაზია მამაკაცის ხაზის DL shop-ი, რომლის გვერდიც იქნება აღწერაში აუცილებლად. გდანშიც აქვს თბილი არის, ეხლა დღეს გაიხსნა სხვათა შორის. გილოცავ. აბა, მივაჭახულოთ. აი, წავიდა. მე წყალი შენას მიჭახულებ. მე ერთ-ერთი ენერგეტიკულია თუ გადაიხდია და ვიტყვი ეხლა და ისე არ თქვა. გადაიხადო და ვიტყვი. აბა, ფეხბედნერი ყოფილიყოს, თამითურეს პირველივე სტუმარი აქ გადაღება, პირველი გადაღება და თან ესეთი კაცი, თან მუსიკა, თან ამბავი ჩქარიტა შეიძლება. ძალიან კაია. გარემო მართლა ახლა ძვირფას მაყურებლებო რო იცოდეთ, თქვენ ამ წუთას ხედავთ ორ სავარძელს და ორ ადამიანს, მაგრამ ირგვლივ ისეთი აი კარ გემრიელი მყუდრო ჯიბეში ხელის სატაკებელი სიტუაცია. კი ბატონო. რომ ვისაც ჯიბეში მორიელი ყავთ, აქ არ მოხვიდეთ, მომზადეთ ვისაც გაქვთ ხელფასი ახალი აღებული, პრემია ახალი აღებული და რა ვიცი ახალი მოგებული. ძალიან სიამოვნებით დახარჯავთ თან ისეთი კაი რაღაცებია რომ არ შეიძლება გამოვაჩინოთ საქონელი არ არგი. პერიოდულად შეიძლება, მაგრამ ჩვენს ფონად მაინც რაღაცებს ჩანს. რომ ინტრიგა იყოს, რომ მამაკაცის ხაზია და მოკლედ აი ხა, მაგალითად ეს პერანგი, ქართულად რო ვთქვათ, მე არ დაიწყონ ისაო და ესაო და შარვალი, ხო, აკაური არის. ჩემს ჩასრულობასაც ზრუნავს ხოლმე შიგადაში, გეგრეკი არა. და ისეც კი არ არის, რომ ახლა ჩვენ რომ დავიშლები და თორნიკი ამას გაიხდის ყველაფერს და მიფხავით წავა სახლში, ასეც კი არ არის. აი, უნდა იცოდე ვინ მოიციო. უკვე კარგად მიდის, მომწოს. რო გავიხადო და მე შეფიქრებ რომ გავარდნი არ საერთოდ პოდკასტზე ვიყავ. ბოლოში ვარ ხომ ეს ჩაშლი კადრები მადლობა ჩადის. ეგეთი მაგ მქონდა ეგეთი პრაქტიკა, ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე თენგო გუმბერიძე მიიწვიეს უკრაინაში ერთ გადაცემაში კრუჩევს ხა ჩვენთან რო ნიჭიერია. ნუ ნახეს YouTube-ში ჩვენი იუმორინაში გამოსვლა და ჯერ მამაშვილი ვეგორეთ ერთნაირად გვეცვა და მიიწვიეს უკრაინაში და ამ ბავშვმა ახლა არც უკრაინული იცის რუსული თავი არ იცი არ მშობლებმა იცოდნენ და მე და ჩემი მეუღლე გავყევით როგორც მშობლები რა ნუ გადაცემაში რომ მოგვია პაპაში პატარა იყო ხო და იქ შვილი კაი გამოწყობილი გამოგვდა და კაცო მის მშობლებმა ეს ბავშვი და იქ დაგვიწოდეს არავე ეს დასაცმელი არ ივარგებს და სპეციალურად აგვიყვანეს იქაურ მოლში და გამოგვიწყვეს ჩვენ თენგო ლამაზარ გამოდა თენგო ბედნიერია ნახევრა ჯინსები და ნახევრა მაგაზე გადაღება დავთვალ და გეიხადი ახლა რატოვება რატოვებინეს ბავშვს ლილოს თავარი ჯამები და უკან ისე რა თუ მაგისთვის იყიდეს რა ხო გადაღება არის შეიძლება სხვასაც დაჭირდეს იმავე ზომისო ალბათ შეიძლება ეს აი ხრისტი 2018 წელი იყო მას მე ბევრმა ლიმონადმა შეიარა. შენ არ გიფიქრიათ ფების გადადერგვაზე, მაგრამ ყველაფერი არა, სხვათა შორის და იყო შემოთავაზება და სხვათა შორის ძალიან ბევრი მეუბნება, რომ ესე უფრო ხა თავის შეკება გამოვა. ესე უფრო სიმპათიურად გამოიყურებენ. მაშინ მქონდა როგორ თმა მქონდა, წვერი არ მქონდა. აჰა. შენ ლამაზ თავის ფორმა გაგდა. მე აკვანში ვიზრდებოდი. ვთქვათ იმის რომ ეს ჩვენი გენეტიკის ნაწილია, აკვარი და ჩვენი მაინც შენი დაადი ითამაშე ნარდი. ყელი მაქვს ეს ნაწილი. ხო და ამიტომ მინდოდა მე უფრო ყოფნა და ერთ-ერთ ფირმამ შემომთავაზა თბის გადადერგვის გადადერგილი მაქვს ახლა თბა.
ბანერებზე შემინიშტი. კი ბატონო, კი მორცხვათ ვიყურები ავტობუსიდან. რა აღმოაჩინეთ, დღეს ბევრი აღმოჩენები გაგიფხელ. ძალიან გავს თვის გადადეგვა საახალწლოდ ქალაქის ნათურებით მორთულობას. ესე იგი, თვას აქედან იღებენ და აქეთ გადმოგინერგავენ. ერთი უბირდა რო იღებენ, განათებაზე მეორე უბაინსტა მოიღებენ. განის განათებები ერთი-ორი წელი. გამართლა თუ როგორ თუ იმაჟობია რაც არის. თუ იმაჟობია რაც არის ეგ ამბავი. გამართლება, რა არის ეს რაც გადამინერგეს მაგარია. ხო. ძველი აგრძელებს სვენას. ხო, აი ეგად მინუსი. ხო, ახლა კიდე მეორე სერია გავაკეთოთო კიდეო და ავიღოთო ესე აქიდან და კიდე რაც დარჩა. ანუ რაც ჩანს, კარგია. ხო, ზუმით არ უნდა შემოუტრიალდე ადამიანს, ასე გამოდის. მაგრამ მაინც კარგია, ასაკში რო შედიხარ, ფიქრობ შენ სილაბაზეზე ფიქრობ, რაღაცა გინდა კარგად გამოდო, სასიაროდ გამოიყურებოდე, ადამიანს ველაპარაკები არ ხარ ეშროდე. ასე არ იყო? აი ზუსტად მაგ თემის ამბავში გავაგზავნოთ ახლა ვიზუალიზაციად გავლაპარაკოთ და 17 კილო დაიგელი. იმადო და ეს იქ ცნობილი ამბავი რო ხომ TikTok-ზე ბარიატრი არ გამიკეთებიო და ამბავი ვატეხილი. ეგ ამბავი იყო თუ სხვა მეთოდები? ხო, ბარიატრის ცენტრებში მათ სურათები გიდია. არა, სხვა ამბავია, მოდი სიმართლეს მოვყვები. ხო, პოდკასტი იმისთვისაა, რომ სიმართლეს ვისაუბრებ. იმიტომ რომ სადაც სახე ეთერში. არა, მართლა აინტერესებთ ადამიანებს დარწმუნებულიო და ტელევიზიაში შეიძლება ყველაფერი ვერ თქო მაინც ადამიანს. ხო, ეთერებში მაინც როგორ და მაინც ჯანსაღი კვებით და რაღაც. ხო. ბები ჩვენისა რა, ჯანსაღი კვებადი და ხო, შეინარჩუნო საქართველოში, რას ლაპარაკობ? საქართველოში ყველაზე დიდი ესე იგი მოდინება ხდება ნერწყვის. იმიტომ ჩვენ ისეთი სუნელები გვაქვს და ისეთი საჭმელები გვაქვს. კი ბატონო. როჩა სულგე და ნერწყვი და ეს ყველაფერი არა მარტო გახსენებისას მოგდის, ნერწყვი წინა დღის დაჭამის მოდის, ეს ყველაფერი და ტრიან ცირკულირებს ორგანიზმში და ამიტომ პირდაპირ გეტყვით რომ ესე დიაბეტიკური მდგომარეობის აღმოჩენის შედეგად რაც ნიშნავს იმას რომ აჰაჰა და ცოტა ხანში პატრონს ვეღარ იცნობდა ვერც პატრონი ვერ იცნობს და უნდა მიუსწრო ერთ-ერთმა ძალიან კარგმა კვალიფიცირებულმა ექიმმა ჩვენთვის სამწუხაროდ არა საქართველოში და რატო არ ყავს საქართველოში ასეთი ხალხი არ ვიცი იქ შორეულ გერმანიაში დამინიშნა პრეპარატს არ ვიტყვი. ალბათ ყველა მიხვდება რა პრეპარატია, მაგრამ პირდაპირ იმას გეტყვით რომ ოზემპიკი არა. ხო, იმიტომ რომ მაგაზეზის პირველი დუნია. და თხულა ნუიკეთებთ ხალხო, არ გიდათ თხულა მაგის გაკეთება. დამინიშნა და ძალიან კარგი შედეგი მოგცა. დაარეგულირა შაქრის მდგომარეობა, დონე. საიდან მე კაი, შაქარი, შენ ამისთან და კაიბიც, საიდან და პირველი შთამომავლობითი არის სისხლის ხაზი ეს დედის მხრიდან დედიაჩემი ყველა და მეორე არანორმალური ცხოვრების წესი რეჟიმი ახლა რო ვიხვალ სახლში სიამოვნებით კრაკოვის ზეღს არ დააგდებ ტაფაზე და არ მობრაცა და მე აქედან 8 კილო მაიონეზ და აქედან კეჩუპს და ამას ყველაფერს პულში ჩადებ და ხახუაყრი და მე დააყოლებ 100 გრამ ჭაჭას და ეგრევე დაწვევი ასე ხო მიცხოვრია. ნახევარ საქართველოს ასე უცხოვრია. ხელოვან ხალხს მithom. მეც ასე მიცხოვრია. ხო, იმიტომ რომ კაკო ყაჩაღი და ჩვენი ერთ ბედისქვეშად სად ვითენდება, იქ ვიღამდება და სად ჩად დავშვებით. ამან ყველაფერი ეს ყველაფერი დაილექა და დღეს აღმოცენდა აი ესეთი ვერაგი დავადების სახით არა მარტო ჩემში, არამედ ბევრში არის შაქრის დიაბეტი, ხალხო გაესინჯი. ყველაზე მაგარი არის დიაგნოსტიკა. დროზე მიდით, აწიეთ ერთი ადგილიც არა მის ადგილი იმხელ არ გახდება და ვერ აწევთ, ასწიეთ და მიდით ექიმებთან ხალხო. ნახე, იცით ძვირფასო მეგობრებო, ამ წუთას რა მოხდა? კამერას ვიღებ ჩამოვიდა ობობა. იყო თავის ეს ფულის ნიშანია. ხო, მოკლა არ შეიძლება. მოკლა შეიძლება ფულის ნიშანია. ძალიან საყვარელი ობობა ჩამობობღდა. ალექს დამიფიქსირი ერთი-ერთი. ქართული ენა რა მაგარი ჩამობობხდა. ყველაფერს გიჩვენებს როგორ, რანაირად და საიდან. ერთი სიტყვით. ნახე. აგის ნიშანი. ხო, ჩამობობღდა. ვერი თქვი ხო ადამიანზე ჩამობობღდა. ჯამე ერთხიას ხო მოვიდა. მოკლედ ხალხო, მიხედეთ თავს ჯამთელად იყავით, რომ იყოთ ისეთივე ხალასი და ხიარული და სიცოცხლე ცავსე როგორც ჩემი წინდები. კარგია. ეგრე უნდა იყოს ადამიანი ისედაც ამდენი რა ქვია, ღვაწლი, ბოღმა და შური და რაც ხდება ზოგადად გარშემო. თორნიკე რომ ამერიკა და ასე პოდკასტში მომიწვია, მე მგონი ვატყო მე ვხვდებ წამყვანში. პირიქით მე მომწონს ენაცვლიანი სტუმარია პირიქით მომწონს. რომ ვითხარო ესო პოდკასტ რაზე ვისაუბროთ მეთქი რა რაზეც შეგაგიხარდებოდა.
მოდი კვანტურ ფიზიკაზე ვისაუბროთ. დავშალე კვანტურ ფიზიკის მაგალითად კვანტის ამ ცნების კაი გამოყენება ვისწავლე მე ყოველდღიურ ყოფიერებაში და სოციუმში. მოვლენა ან ადამიანი, რომელსაც არ ვუყურებ და არ ვფიქრობ, ის ჩემთვის არ არსებობს. ნახე რა მაგარი ადამიანი. ოჰო. ვინმე არ გევასება, ხო? არ ვიფიქრობ, ის არ არსებობს. ეს ხო, ნუ ეგ ჰეიტერების თემაში, ხო, ცუდი კომენტარები დაამბავ. და ამას აკა დააწერინდე რაღაცას და პაულო კოელიო მიაწერენ რაღაცას. ხო, წინასწარ გავაკეთე, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ახლახან მოიფხანა კეფა და ეგრევე ახალგატლაკული თითებით კლავიატურაზე და ბედირმა, აი ესეთები ბევრი არის. და ალბათ გეყოლება ასეთების და წინასწარ შეზგაფრთხილებ და შეთავსაზე. თუმცა სიმართლეს გეტყვი არ შემიმჩნევია ეს თემა, რომ მაგალითად აი უარყოფით კონტექსტში ყოფილიყო. ერთადერთი შემთხვევა იყო, ეხლა რახან პოდკასტში ვარ, ბარემ ვიცით გადავატოვოთ ეგ ამბავი, ტელევიზიამ რო დაგირეკეს და ის დამერეკავს და იქ ვიღერებო ეს და ხო, ზოგადად პური არის ჩვენი ეგ, ხო ეხლა რეალობა რო ვთქვა, ხო და ხარი ორი ორი აზრი აღიქვა იმას ვისაც უნდა გაშევების ბაბლი ვიცი ხო, გაშევების თორე ცუდი არ გამიგია არაფერი რაღაც. ხო, ბიჭო კი, მართალი ხა პურია მუსიკოსის ეს გიტარა და მუსიკა და სხვა მე არაფერი არ შემიძლია სხვა დერაჩებს კი უნდა და ბუღალტერი ყოფილიყავი, მაგრამ არ მიგიდგინე ვარ ხა მე ბუღალტერი საანგარიშოთი. ხო, თვითონ იყო ბუღალტერი. ესაც ჩემი პური. იმას სარკაზმით უთხარი, ორი აზრი იყო მაჩადებული, რომ პირველი რომ ეს ჩემი პური და მეორე რამდენი ადამიანი იცი, შენ მართლა იქეთ-აქეთ რეალურად დახტის. ხელოვანი თუნდაც ფეხოვანიც იღლიოვანი ხო და მათაც უკმიდე, მაგრამ მათგან ალბათ გულში პასუხი იქნება, სადაც მომწოდები იქ ვიკმიდეო და მოდი დავტოვეთ ეს ნახევარკბენის დონეზე გამბავი. სადაც კოცდა ჯობია მაინც კბენა მაინც კენეული ბატონო აკოცოთ ერთმანეთს დიდები. ხო არ მაგით ვამბობდი რა, ხო იმიტომ რომ არ გამიგია უარყოფით რაღაც ქუჩა მაღლაკელიძეზე რაღაც უარყოფით კონტექსტში ესაუბროს და კარგია რომ ჰეიტერები როცა არ აყავს ადამიანს, ესე იგი კარგია რა. არა არის ხანდახან შემჩნევია ესეთი ჰეიტერი. პირველად რომ გამოვიდა სერიალი, სადაც მე ვთამაშობდი ოჯახის მამას, აქ ცხოვრობენ გუნცაძეები, ეგეთ სერიალი იყო 2010 წელს. გადავიღეთ, თქვენაში ბავშვები იქნებოდით, ხო და მე ვიყავი ოჯახის მამა, ცისიამეტრეველი წინვალი მსახიობი ჩემ მეუღლეს თამაშობდა და შვილები ყავდა რაღაცა და ეს სიტკომი იყო, იუმორისტული სიტკომი იყო და სხვადასხვა ბასტონო ყავს ჩვენ ესა. ეს იყო იუთუბერი, ხო, ვაჟიკო, ეს იყო ჩემ შვილს თამაშობდა, ვაჟი პატარა იყო, ძალიან პატარა. ანუ ტელევიზიით დაუწყიეს. ხო, ხო და ეს იყო ჩემი შვილი, ხო და პირველი რო შევედი საიტზე, არც იმ საიტს ვიტყვი მაგრამ არც მუშაობს, ის გინდა თუ გინდა რომ აი ვიდეოჯაზე ის მუშაობს უზღაფავს ასე. ეგ კიდე ეგ საიტი. თუ მიაწვევი ასე. ჩემ განსაკუთრებით ანონსი დაიდო. ეს გამოვა მალე არასდროს არ მევასწრებოდა ეგ ტიპი. ჩემ ჩატო რა დაგიშავე კალგოტკა მოგმარეთ. აი რა დაგიშავე, ხო? თავიდან ისე იმოქმე და ისე ვიდერვიულე. ჯერ 3 სერია ქონდა გადაღებული, ეს უნდა დადებულიყო. ნანახიც არ ქონდა და ეგრევე არა, რა ანონსი იყო უბრალოდ და სერია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ხვიჩა მაგალითად ის არასდროს არ მევასწრებოდა ეგ ტიპი ფუ რას გავს ეს გაბურძგდული მოაშორეთ, აკო. ესეც ჰეიტერი არგუმენტირებულად დამაკუკე. და სიამოვნებით ჯანსაღად. ან შევიზელ, თუ შესაძლებელია, ან გაქცევ პასუხს. ან ორმაქს დაგიბურდებ უკან, ხო? ასეთ. რატო დევიგრუზებთ ახლა მე კაი და ხო, ავიცი ხა. მოდი გამოგზავნილი კითხვებია რაღაცები და გავცეთოს, კი, რაღაცები არის, იმიტომ რომ ხალხს უყვარხარ, მეცაც გეტყვი, ხალხს უყვარხარ. არის ისეთი ხალხი შეიძლება ვისაც არ მევასებიო თქვი, მაგრამ არის ისეთი ვისაც ხალხს უყვარხარ. დამიჯერე. ყველა არ უნდა უყვარდე. და რო თქვი რომ მეთქი ქუჩა მაღლაკელიძე უნდა მოვიწვიო მეთქი. მივწევი რამდენ ადამიანს რომ აბა რა კითხვებს გამოუშვებით მეთქი მე კი იქ რაღაცებს შევეკითხები და ვისაუბრებ. სიგარეტი კლავს. კი, სხვათა შორის. მაგრამ მაგან YouTube-ია. ახლა მე ნახევრად სიგარეტია ეს და. ხო, ეს ნახევრად სიგარეტია. აბა მის. ბევრი გიცნობთ როგორც იუმორისტს, მაგრამ პირველ რიგში მუსიკოსი ხართ. რა არის თქვენთვის გიტარა? უბრალოდ სამუშაო იარაღი თუ თერაპია? აი ესეთი საერთოდ პირველ რიგში თერაპიაა ჩემი, ყოველთვის იყო თერაპია. და არასდროს არ მიფიქრია
გარკვეულწლების მოვდიოდი მე ამ გიტარასთან ერთად, რომ ოდესმე ის გახდებოდა ჩემი შემოსავლის წყარო, ჩემთვის როგორც ჩემი ოჯახის წევრები, ისეთივე მეგზურია ცხოვრებისეული ეს თალოცვილი ხის ნაჭიერი. როგორი ფორმა, ნახე, როგორი დახვეწილი ფორმა. სხვადასხვა ქალის ფორმას პატარებენ ხოლმე ხშირად, ხო? როგორ თმები და ისეთი ფორმა, როგორც გინდა დაიდე მოხზე. სიმებს შორისაც ისეთი მანძილია, რომ ხელს რო შეახებ, თავისით ხდება ყველაფერი. ყველაფერზე პასუხობს, რაც არ უნდა მოთხოვო. ხო, აი რომ გავიდა პერიოდი და რომ მივხვდი რომ არც თუ ისეთ სულად უკრავ და ამის თანამედროვე ტერმინოლოგია მონეტიზაცია შეიძლება. კი ბატონო. გამევიჩინე თავი ხო ვიცი, კრინჟიც ვიცი რა და კრაშიც. ოპა! აი, ჩენზის ტერმინოლოგია. რატო ვიცი მოსწავლეები მყავს თინეიჯერები და აი საჭიროა, ლაპარაკი და ისინი ჭორაობენ და რუსებს საყვალები არიან. ზოგჯერ ესე სიტყვას იტყვიან ხო მართლა რა. ხო და აი მე გახდა უკვე თავიდან ბოლომდე არის მაინც თერაპია. ახლა ხო მთელი დღე მოსწავლეები მყავდა რომ იცოდეთ ხალხო თქვი არ ვიცი YouTube-ი რომელსაც იჩართეთ მაგრამ აბსოლუტურად ღამეა ახლა 10 საათი 10 ნახევარია ლამის და ხო მთელი დღე გიტარა მეჭირა ხელში ახლა მოვედი ახაც დაუკრავ და ახაც უკრავ სახლში ხო მივალ მოწესრიგე ცოტას მოვალ ჭკუაზე პირს შევასხა წყალს ასე პირიქით წყალს კი პირს შევაგდებ წყალში და გამეცემდეს ვიზა გიტარას დაუკრავ ისე ძილისწინ. სასწაული თერაპია მართლა. უყურე რამ ძიმერაბე გითხრა. მამა გარდამეცვალა ძალიან მოულოდნელად. აი, რო არ ველოდებოდით, სახსალამათი კაცი უცებ გათავდა და რო დავასაფლავეთ, ერთ კვირაში მქონდა კონცერტი. იუმორი რა მქონდა და ჩემი საქმე მქონდა და ჩემს სცენაზე დავდექი. ჩემს საქმე გავდექი. ეს მამშვიდებდა ყოველ საღამოს ამას და ამით გადამქონდა ის დარდი. ზუსტად 9 თვეში გარდავეცვალა დედა 31 დეკემბერს ხამით და როგორი პერიოდი სახალხო ეს კორპორატივები რაღაცეები ზეიმებია და ფინანსური ვალდებულებაც გაქვს მარტო არ ხარ ჯგუფთან ერთად ხარ და ძალიან რთულად რა თქმა უნდა დაგზავნის შემდეგ იქაც მიდექი სცენაზე და მეჭირა გიტარა ხელში აი ეს მამშვიდებდა იქაც და მივხვდი რომ ღმერთმა გვაშოროს ყველა ცხოვრებაში პრობლემა ამას დიდ თერაპია არ არსებობს ამან გადამარჩინა იმ ავბედით 90-იან წლებს, როდესაც ახალგაზრდობა ხელიდან ნელ-ნელა მიგვდიოდა და ლამის დავკარგეთ ქართული გენოფონდი. ისეთი ამბები ხდებოდა. კი ბატონო. და ამან მე ჩამკეტა სახლის თორნიკე. ჩამკეტა დაახლოებით 7-8 წელი. ისე კი არ ჩამკეტა რომ გადაგამოვდიოდ, მაგრამ გამოვყოფთით სხვის გარეთ დანახვარმდოდა იმ ყველაფერს აცხდებოდა და აი მეცადინეობამ ყოველდღიური ჯექი გამები რაღაცებს ჩემით და ყური სმენით ვაწყობდი სამყავდა მასწავლებელი სადიყო სმენით ვაწყობდი ყველაფერს და რო გამოვედი გარეთ რასაც ქვია ვერ ვიცანი საზოგადო სხვა სამყარო დამხვდა სხვა ბათუმი დამხვდა ხო ბათუმის დაბადებული გაზრდილი ვარ და ასე რომ ძალიან მემადლიერები თერაპია ალბათ კითხვის დამსველი ძალიან მადლიერი იქნება რომ ასეთი ღრმა ამომწურალ პასუხი კი ბატონო, მიღებულია. თქვენ გამოიერთ 90-იანებიც, აი თემატურად მიყვებით რა და თანამედროვე ეპოქაც. თქვენი თვალით დანახული, რა დაკარგა და რა შეიძინა ქართულმა ესტრადამ ამ წლებში? ქართულმა ესტრადამ შეიძინა ძალიან დიდი გამოცდილება რემეიქების და რემიქსების, აი ძველ ესტრადაზე დაყრდნობით ძალიან ბევრი კარგი და ფერადი რაღაცები გაკეთდა. და ვერანაირად ვერ გავაკრიტიკებ რაც ხდება დღესდღეობით. მე რა რომ ყავს ისეთი მომღერლები რომლებსაც არ შეუძლიათ სიმღერა, მაგრამ არ აქვს ჩილვასფერა, არ აქვს ხმა და დეტონაცია, მაგრამ არც ნამუსი მანდ უნდა დავამატოთ. არის ტექნიკური იმის საშუალება რომ გაასწრო. იმას უნდა რომ იმღეროს ქართველი კაცია იმღეროს ვერ რა მოხდა.
ივღეროს, გააკეთოს. ხალხმა განსაჯო ზოგს მოეწოდება და ის გაყიდის თავის საქონელს. ჩვენ ყოფებით მაღაზია და რეკლამა კიდევ ერთხელ. DL Shop-ი, ალექსანდრე ყაზბეგის 43A. უნდა იცოდე ვინ მოიწვიო, ხო ხება ეს. ან ეკრება 11 და ხო აქედან 9 თავისი YouTube-ზე და 2 დედაშვილის ან მამიდაშვილის დედის მხრიდან და ამით ამოიწურება მისი შემოქმედება. იმას ხო არაფერს არ შეებს, ხო იმღერა. მუსიკა გააკეთა, გააკეთონ. ამოწურა დო რე მი ფა სოლ ლა სი თავისი თავი. 7 ნოტისგან რამდენი კომბინაცია უნდა გააკეთო. რამდენი რამე უნდა გააკეთო. ხელოვნური ინტელექტთან როგორ ახარ? ძალიან სრულად თვალ სხვათა შორის და არ მომწონს ეგ ამბავი. 1-2 დღე ვისი ამოვნეს სუნოთი ვიხარხარე, ვიცინე, რაღაცა ლექსებს ჩაუყრდი და იმ ლექსზე იცინე ნებისმიერ ხმით, ნებისმიერ ჟანრში მიწერდა სიმღერებს და აი გავერთებ, დავიხოცეთ სიცილით მოსწავლე, აბა მოდი, აბა შენ ეს სიტყვა თქვი, შენ ეს სიტყვა და აბა შევერთ. ოი, მოაშორე. რატო? იმიტომ რომ სული არ არის ბიჭო ამაში. სუნოა, მაგრამ სული არ არის. სუნოა, მაგრამ სულიც არა აქვს და სული არ არის. უყურე? აგერ მე ბლიჟნი კადრი შეგიძლია და რომ გაქოებული, გამაგრებული მაქვს და იმდენი ტყავი მაქვს ანაძრობი თითებზე გიტარის დანაკრავი. ნუ ის ტყავი რომ შემაგროვებია. უნდა შეგიცვალოს ეგ, ხო? უყურე, ის ტყავი რომ შემაგროვებია ერთ ხვიჩას გამოვძერწავდი ახლა. იმდენი ტყავია, აი ამას ვერ შეგიცვლის სულო. ეს აკეთებს 2 წამში. და მე ამას უნდა დავასხა ტვინი და ვიშრომო და სხვანაირად უნდა მივიღო კრეატიულად და თვალები კარგად ხედავს ხო და მატუჩებიც უნდა ხოლმე მაგრამ თვალებიც არა იმას არ აქვს ბიჭო კრეატივი ისა პუდარი ის სხვადასხვა უკვე დაწერილია უკვე შევდე ხო თუმცა რაღაც ვერსიებს გიკეთებს ხო როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო აი ეგეთ ვერსიებს და რაღაცა დაჟე ბოდიში ციკი რაღაცა მომეწონა რაც გააკეთა მაგრამ ისე იგზო მუსიკოსის ყურით იმდენი გამოცდილება მაინც მაგ იმდენი რაღაცა მაქვს მონასწორი ადულაჩებილია მივხვდე რომელია ხელოვნური ინტელექტი უკვე მან იცი რა არის ცუდი ყველაზე ცუდი კაი შეიძლება გააკეთე მაგრამ ძალიან ეხა კიდე ასე თუ ისე ცნობენ მაგრამ ძალიან ბევრი აკეთებდა ესეთ ნუ ნაგლობას დავუხმე მაგას იმიტომ რომ გააკეთე მიაწერე ტექსტი და ჩემია მეუმღერი აწერია რა და ეხა წლოვანი ხალხი მაგას ვერ ხვდება. ჟენია რომ მასიზამს ჟენიას, არა? წლოვანი ხალხი მაგას ვერ ხვდება და რო უწერენ იქ რომ ვაიმე შვილო ღმერთმა დაგლოცოს რა კარგად ვღერი და რა კარგი ვოკალი გაგდა. და რა ის ვიზუალ კლიპებსაც რო აკეთებდა ხო და ვეღარ იგებს ხალხი და ზოგადად რაღაცებში შეიძლება კაი იყოს, რაღაცებში საშიში იყოს და რაღაცა სქესის და გენდერის მიხედვით აფერს კიდე გააკეთე. რაღაცნაირად ხო, არა, ეს დიდხანს არ იქნება ასეთი სახით ვფიქრობ. იმიტომ რომ მოსაბეზრებელია უკვე. ნებისმიერ აი ის ჩაიარა იმან ხელოვნური ინტელექტის რაღაცებს ვაკეთებს და სცენარებს გიწერს და ჩაიარა გონი მაგ ბუმმა აი ChatGPT ეს ლიქონელი ეს გარეწარი გაიძვერა ეს რო უთხრობ ისა მე ახლა ხინკალს ვაკეთებ ქართული ტრადიციული მეთოდით უნდა უქნა 2 კილო მრავალძარღვა და მარილი რამდენი უკვე კი არ გერკის მრავალძარღვა არ უნდა უკვე შეგიძლიათ დაგეთა რადგან მარლიზე ეკითხები მარლიზე მრავალძარღვაზე შედეგი დაგიბრა მრავალძარღვა ჯობია რომელიც აი ტრასის პირას კი არა ცოტა სოფლებში მოკრიფე ამას გეტყვის ანუ ისეთი ლიქნელობა შევამჩნიეთ ChatGPT-ს ეს ChatGPT ეს არა ბევრ რაღაცაში კაი კი სწორი პასუხები რაღაცებში გამცა მართლა რაც მაინტერესებდა ხო ძალიან ამომწურავი და გემრიელი პასუხები მაგრამ თუ შეყევი საუბარში მსგავსი ლიქნელი არ გენახოს. ეს არის პირწავარდილი მლიქველი. არენდოთ ხალხო ბოლომდე. ბოლომდე. თუ რამე გაინტერესებთ, კითხეთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ბედაპირეკეთ ბოლო-ბოლო ტელეფონის უჩართული მაგ. თუ ვერ დაურეკავთ, მე მოვწერეთ დაგაკავშირეთ და ასე სოფელი წაშენდები. აბარა. შემდეგ კითხვა რაც არის, მეც მაინტერესებს ძალიან მოთხოვს რა. ხშირად ხდება რომ ხალხი თქვენგან სულ ხუმრობას ელოდება. ხომ არ გღლით ეს ნიღაბი და როგორია ხვიჩა მაღლაკრეზე, როცა მარტოა. იმიტომ რომ ხო არის ხომ ეს გაგვიგია მაგალითად რომ აი ჩარლი ჩაპლინზეც და ბევრ კომიკოსს და იუმორისტს რომ თავისთავად როცა არის მაგალითად ან დეპრესიაშია ან არ უხარია ეს ყველაფერი დაღლილია ამ ყველაფერი მე მინახავს იუმორისტული გადაცემების სცენარისტები როგორი სახით ქმნიან იუმორს ხო სკეჩებს აა რუტინა შუტკა
კი მაგარი სასაცილო მე გავუშვი თაღლილი აღარ უნდა აღარ ეცინება რა გინეკოლოგის სინდრომი ჭირს ხო და არ უნდა როდესაც შენ სამუშაოა იუმორი ხო მაშინ მართლა რუტინა აი მართლა მოსაბეზრებელია და ის ყოლად გაღიზიანებს რომ ელოდებიან შინგან ამას მე იუმორი ჩემი იუმორი სად ისწავლება არის ამ სკოლა რომ იქნება და ისწავლო საქართველოში არ მინახია ყველა სად არ მინახია ის რამე ესეთი ქრესტობატიები არსება ჩემთვის იყო ამის ფუძემდებლები არიან საქართველოს დოდარ დუმბაძე იყო ყავდა საოცრება ხალხო დოდარ დუმბაძე თუ გაქვთ ყველაფერი მის საკითხული გაქვთ გენიალური იუმორის ზრობა ჩათვალეთ და იცით იუმორის ფასი იცით როგორ არ უნდა გეწყინოთ ხუმრობაზე ასე უნდა შეურაცხყოფილიყო ხუმრობა და როცა ყავს მარკ ტვენი როცა ყავს ილფიდა პეტროვი როცა ყავს ზოშენკო ყავდა იპოლიტე ხვიჩია ყავდა თენგიზ შატლაძე და ამეთ თუ საზრდოობდი ხო იუმორის ზრობა თავისთავად გააქვს მე არ ვიცი ბავშვს თუ არა კი ხარხარებენ ხანდახან ალბათ უფრო მოლოდინია იცი მედიცინაში პლაცებო ეფექტი ქვია მაგას ცარცრო დაალევებენ და რომ მორჩება იმიტომ რომ ჯერა გონია რომ ნამდვილი წამალდალია ხო ალბათ იმდენად გონიათ რომ მე რამე სასაცილოდ და ხშირად არა ვაი და რამე გაჩერდი ახლა ვიდე რა იცი არაფერია რაგის ბადუჯანი მე იქებასა აი ხო ხედავ ხალხი მეთქოდა უკვე მივხვდი რა საიდანაც გამეცილებ არაფერი ბადუჯანი საჭმელად მინდა და სასწრაფო იცილი ხო სხვა რამეს არ ვიკითხა რომ აი ასე რომ ზემახე ყველა სექსუალური გაცვლა საჭმელად მინდა ეს ბადუჯანი სხვა რამეს არ მინდა ხო ვეძებ საშუალო ზონის ეს ანონსი უნდა ჩაიწეროს აუცილებლად საჭმელად უი გაჩერდი პესაც რაენა მაგას ხო და აი ეს მოლოდინი მართლა დამღლელი და ცოტა შემაწუხებელი და პასუხისმგებლობას გიმატებს ისეთი რამის მიმართ რაც არ არსებობს არ უნდა იყოს ასეთი თუმცა იუმორინა გამოვლილი კაცი და დღესაც ხო არ ეკიდე რაღაცები არის იქაც არა მარტო როგორც მუსიკოსი იუმორინას თუ დაუკვირდები და თვალსაჩინო არ არის ეს გომერული სიცილის თვის არა მაგას ვამბობ ეს კიდე შეიძლება რაღაცები მუსიკალური ნომრები არა ბევრი კაი რაღაცებია საყოფად ცხოვრებო ხო და შეიძლება იქიდან გამომდინარეც უკვე ხო თვითონ შეიძლება თვითონ სიტყვა იუმორი და უკვე იუმორ და ელოდები იუმორს გასაგებია კი მე ხშირად ესეთი რაღაცა რომ ბავშვებთან ერთად რომი და გავისეირდო ბულვარში ბათუმში ჩემ შვილებს ეზიზღება ჩემთან გასეირდება იმიტომ რომ ვერ ვსეირდოთ ყოველ ტექსტაბიზე ჩერდები ვიღაცა არის ხან ფოტო ხან რაღაცას გამოკითხავს ხან და ეს სეირდობა არა ეს არის ჯამთელი კუსნაბიჯებით ჩანჩალი ყურო გაუშვახლა აქ და იქ არის ზეგი მივა მაგრამ ჯამთელი კუ შეიძლება ყოველ საღამოს მივიდეს აი ესეთი კუსჩანჩალი და აი ეს ბოლოდი მამა აი ახლა ირაკლი მეუნება უფროსი კაი მამა ნუ ხვიჩობ ახლა წამოდი ნუ ხვიჩობ კაი წავედით კაი და მოვიგონე ეგეთ რაღაც როგორც კი ქუჩა მოვიფხატავ ხო მერცობს ვერავი ისეთი კაი არა აქვს კუდია ყველაფერი აი ეს ახლა მithumedes ზონაში დაკლება კუდი სათვალე და მაგრამ მყიდის ბიჭო ხმა ახლა როგორც კი მე არ ვიცი საკუთარი ხმა ჩვენ ხო სხვანაირად გვესმის ჩვენ ყურები აქაა და ხმა წინ მიდის ხო ეხლა ესტრადის ხალხი ვართ და ვიცით რომ მონიტორები შესკერო არის გესმის შენი ხმა და დარბაზისკენ მიმართო მის ხმა არის ასე ვართ ჩვენ მოწყობილი სხვანაირად გესმის ხმა ჩემ ჩანაწერს და ჩემს როლს ჩემი ხმა თუ ვერცო ხმაზე ვწდობენ ბიჭო ეგ როგორც კი რაღაცას დავილებ მაი იარა დაიწყებენ სიცილს ხო და ბოლოდინი არის ამისი და ხერხულში ერთხელ მახსოვს ტაქსით მივდიოდი ღამე ბათუმში და ზამთარია გამოვიძახე ტაქსი და გადი ყვაწერეს რაღაცა გამარჯობა დავჯექი წინ დავჯექი და ჩამთვლი მაგრამ ტაქსის მონაყოლიც მაგრამ ტაქსის რაციაში მაშინ არ იყო ის რაც ახლა ტაქსი სხვა ფირმის ტაქსები იყო არც იმას მივიტყვირა ფირმა იყო რაციაში ეძებენ მე7 ძღოლს მე7 გაგვეცი პასუხი მე7 ხო არ გინახავთ და მე ნელა წამთვლი ასე თავი ჩავადებული და რო არ ვიცი ვაფშე ჩამოვიხატე კუდი ჩემთვის ყველას მე7 სადღა მესმის რაციიდან მე7 ხო არ გინახიათ მახინჯაურშია ბარცხანაში ხო არა მე7 სადა მე აბა შეაწუხარ მე11-22 მე7 და ცოტა ხანი ჩემი მძღოლი ასე ბიჭო მე7 ვარ რა გჭირთ აგერ იუმორინას ძინავს და ვერ გცენ იუმორინას ძინავს იუმორინას შეძინა აი ვიცნო იმანაც
მაგრამ იმას სიყვარულით გააკეთა, არ გამოავლინა თავისი თავი, რომ მე არ შევეწუხებდი. ესეთ სიყვარული მომზადდა, პირველი მომხმარებლები მოვიდნენ და წავიდნენ. და დაინახეს, რომ ესეთი ამბები ხდებოდა. ხო და დაინახეს, რომ ესეთი ამბები ხდებოდა ეს. შენ თუ კიდე რეკლამის სახით დავდგები აქ შვადღეზე და როცა მაგისა. სადილის პერიოდი მოვალ ვიტრინაში დავდგები ხალხს მოგიზიდავს. და ახალი გახსნილია და 43-ია ალექსანდრე ყაზბეგის მეგობრებო. ადვილი მოსაგნები არის ხოთაშორის არ არის ძნელი მოსაგნები. კი, მანქანის დაყენებას თუ გინდა ძალიან იოლად დააყენეთ მანქანას, ეგ ყველაზე მთავარი. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთან საქართველოში. მანქანის დაყენება. და რაც მთავარია კიდე არხი უნდა გამოიწეროთ რა, ეს არხი უნდა გამოიწეროთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. თუ გინდა ასეთი ნიჭიერი ხალხი მოგიყვანოთ, უნდა გამოიწეროთ არხი. არა მარტო ბარიატრეზე, ბევრ რამეზე მე ვაფშე გავეცი იმას პასუხი რაც კი, უბრალოდ მე ხო იცი მის პოდკასტი ეგრეა, საიტს აგიყვანს. მე ხანდახან ტვინის შეკრულობა და ენის აშლილობა მაგდა. ამიტომ გეუბნები არა, პოდკასტი ეგრეა, საიტს აგიყვანს, არც მან. თავარია ეგ აღნიშნე, რომ დამღლელი არისო, იმიტომ რომ სხვათა შორის მე ვარ ჰოროსკოპით რა. თხის ხავარ და დაბადებული დრაკონის წელი. მე ვარ თხუბები. და თხუბები არიან ცოტა ისეთი ხალხი, ხო ხდება კომუნიკაცია და იუმორშიც რაღაც ხანდახან არ გვიჭირს, მოკლედ არ მოიკოჭრეთ, მაგრამ აი ეგ არის სულ ეგ დამოკიდებულება, რომ სულ кай ხასიათზე უნდა დააყენო ყველა, რომ ღერი ხარ, არაფერი არ გაინტერესებს, ხო იცი, ანუ პრობლემა შენ არა გაქვს, არაფერი და სულ ეს მოლოდინოა, ოდნავ რაღაც სახე მოიგუშები და აუ რა გჭირს, რა ხდება, რამე გეწყინა, აი ისიც და დაგდებენ და აი აქ უკვე. ყველას კარგად მე მიცნობენ ჩემი ოჯახის წევრები. იმათ მეციან მე როცა რამე პრობლემა გადასაწყვეტია რაღაცა და იქაც ვცდილობ ვიღადაო. ჩემს თავს ვეღარო. ეგ საერთო გვაქვს ესე. ეგ არის, იმიტომ რომ როცა დასცინი პრობლემას, თვითირონიის თემაც ზოგადად ხო. ეგეც მაგარია თვითირონიის. ერთი ნაკლებად უფრო მეტი გეპატიება რაღაც. სხვისგანაც ნაკლებად გეწყდება თვითირონი როცა გაქვს. ხო, შენ თავზე რომ შტერი ვარ. რო დაასწრებს სხვას რაღაცის თემას. ის უკვე აღარ გაგადრებს, შეიძლება ვარეს გითხრას. იმას ვარეს. არა, ხო, ეხა არის ეგეთი ხალხი. აი ეგ თემაც არის აქ, რომ თქვენს იუმორში ხშირად არის თვითირონიაო. თემატურად კარგად მიდიოთ. ეს თავდაცვის მექანიზმია თუ უბრალოდ ჯანსაღი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. ერთიც და მეორეც შემოგარგებო. თავდაცვა აუცილებელია, იმიტომ რომ როდესაც ხანდახან რაღაც წამოროშავ, ხო და ეს რომ გაამართლო, შენივე თავი უნდა გვემოს ხვის თვალში იმ წუთასვე. რომ გაამართლო, რომ არ იყოს თავდასხმა მათგან. ხო და მეორეს მხრივ იოლდება ცხოვრება უფრო იოლად უყურებ პრობლემებს. რა მე სუყვები მე-16 სართულზე ვცხოვრობ. აქ დიღმის მასივში და ხშირად გვაქვს ლიფტის პრობლემა. ახლა რო არის გადაო მას რაღაც იუმორით რო არ შეხედო ამას ყველაფერს. აი უცბად გინებით ვადიხარ და უკვე სადღაც მერვე სართულზე კამასუტრას მეორე ტობი რო გაქვს დაწერილი. ხარა? ზოგი შეცდომი ერთობი ამით. ზოგი ბედნიერი ხარ. ადიხარ სამ დააღლები აქვს. შევხრება ხოლმე. შუქიც ხრება, იმიტომ რომ ბევრი მშენებარე კორპუსები ერგული და ალბათ რაღაც გადართვა რო არის და ამის გამო ხრება. ის წყალი წავიდა ერთხელ ძალიან მოულოდნელად ნახევარი კორპუსი გასაფრული დარბოდა. დავრეკე წყალს ვინც კურირებს რა ხდება, თუ SMS-ით ხო იცი მოსვლა, თქვენ რა საათი არ იქნება წყალი. მოთხარ არის ასე SMS-ის გაუფრთხილებლად წავიდა წყალები. ვაიმე დიდი ბოდიში ახლავე მოვაო. ეს წყალი წყალი არ მევიდა. SMS-ი მოვიდა. თქვენ არ გაქვთ წყალი. მადლობს. დავაქციეთ თავები და საპონი დაგვივარდა ძირს. კი ბატონო. ესეთი ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ გიტარით, რა იმ დღეს ერთ-ერთ ტელევიზიაში უყურებდი და ემოციების მიხედვით უკრავდი. აქაც რო ჩავატაროთ ეგეთი რამე თუ გინდა მოწიე ჯერ და არა. აი მეგეთქვი მაგალითად, აი დაუშვათ სიყვარული და როგორი ემოციით წავა ეს ამბავი დაუშვათ. პოლიტიკა. გამზინდა. სინანული. სინანული? არა ლამაზია. სექსი. კაია, აუ დედასკებიცები არ მოვლოდებოდი მაგას მეთქი რაღაცა აჩქარს და უკრავს თქვა. შენ გაშე რა საკში ხარ?
არა იმას მაინც ვერ გადაუჯოქესი ეს მაგარია რა კაი იყო მართლა კაი იყო ძალიან დედას გიფცი Next როგორც ბებიაჩი მიეთქვა თავის მესამე ქმარს მაგარლა კაი აბა აი ჰეიტერები რო წერენ ხოლმე კომენტარებს აი ეგ როგორ გამოვა მამ ვალუტაში გიტარის ანუ ჩემი აღქმა მათი თუ ისინი როგორ ედიან ამ დროს ხო აი როგორ წარმოგიდგენთ გიტარაზე რო წერენ აი ეს კომენტარებს როგორ სახეები ძიან წარმოიდგინე ჯერ ეს უკვე ჩაეთნე ხო ჩაეთნე და მე ვიერქვა ეგ ამბავი არის კი ბატონო მოდი ერთიება თლიანი ქართული შოუ ბიზნესი როგორ ხედავობა გასაგებია ეგ კარგია სხვისი გადმოქართულებული აბა შვილების თემაზე როგორ ხსენდება ჩემი შვილები ზოგადად შვილები სიყვარულში ტარალამაზია კარგია ჩვენიერია ეს ჩვენ რო ესე გავაგზავნოთ მე ვიცი რომ ეს ამბავი არ მოიწურება მაგრამ აი ესეთ ემოციები და იმიტაციები ბავშვობაში როცა რამ დაკვრას ვისწავლდი რაღაც იმიტაციებს ვცდილობდი გიტარაზე ნაგვის მანქანა დადიოდა ჩვენთან უბანში ახლა ნაგავი რომ ჩამოიტანა ეს პენუარით პეტრეცილოფი და ჩაგდებ ურნაშსა და მანქანა დადიოდა ნაგვის მანქანა დიუშერები და ესეთი ხმა ქონდა დარეკო ნაგავი არ გვიდა გვაქვს ფარაღს იმიტა დავშოთ ლუიზა ბიცოლა წაიქცა აბაზანაში აუ რა ხო ცალკე ხმები კიდე რა იყო ესეთი აი ეს მიყვარს ზადეს ეს კაია ვარდისფერი პანტერისტი მარა სექს სისტემამ გადავუჭრა სექს სისტემა მაგას ეგ რა თქმა უნდა სიამოვნება და თელი ამბავი მაგრამ მაგას ნაღლათავლოდებოდი რაღაცა ისეთი გასვა გამოსვა იყო რომ გაუსვინა გამოუსვინა ვიდეო ვინაურია ხვიჩა რა უნდა მეთქვა ახლა რა მოკლედ ესეთ YouTube პროექტებში აქა-იქა კი ხარ ნამყოფი პრინციპში რამდენიმე პროექტში ხო სად უფრო კომფორტულია უფრო ტელევიზია თუ YouTube აი როგორც შენთვის ამ პოზიციიდან ხო YouTube რა თქმა უნდა უფრო მეტი თავისუფლება არის YouTube ხო რა ვინ მომაწევია ბიჭო მე სიგარეტ მიმაბიჩოგავენ სკვირზე აი მე მახსოვს მამაჩიმა პირველად რომ დამიჭირა სიგარეტით მაგ არ მაქვს არსად მონაყოლი და მოგიყვები აბა ექსკლუზივი ჩვენთან გაქანებული უკვე გიტარის პედაგოგი ვარ და რაღაცა და გიტარა დო მაჟორი და მაგ ცერათითი გაასწორე და ეს და ვასწავლე ბათუმის მეორე მუსიკალურ სკოლაში. სხვათა შორის ახლა ეს შენობა არის ერთ-ერთი ბანკის. და იქ სადაც ჩემი კაბინეტი იყო, ახლა ფულისაცავია. კაი ფეხზე დაბიტოვებია იქ. ხო და თბებოდით ნავთის ფეში გამართობელი წვეთავ და შეარგე მახსოვდება პატარა. მე ის მახსოვ წითელი და მწვანე კერასინკები რო იყო ხომ ნავთი. მაგელი უკვე კაი პონტი იყო. უკვე კაი. მანამდე იყო ნავთი და წვეთობით ასე და ჩოლას ეს ყველაფერს ნავთის სუნია, გიტარას, თმას, საჭმელს, ყველაფერს. წამს, გუგას, თვალის აი ყველაფერი და ვაღებ ისა პატარა სარკმელი მაგ და თან სიგარეტი მოსული პონტი იყო ბრატ. გაყოფილი მაგ. მანქანა ყავდა გაფუჭებული პერიოდში და ცოლი არ ამყავს მაშინ. რაღაც 23 წლის ვარას. 22-23 წლის. ცხოვრებაში რომ ამაჩებს არ მოუკითხავ შემთხვევით სამსახურში. ნაბოს გაიგები ვარ რა ბათუმში ვიცნობ რა გიტარისტი და პედაგოგი ასწავლი და თან ეს საგამოს რესტორანში მუშაობდა რაღაცა ისეთი ვარ რა. ოჯახში ფული შემომაქვს, ბოლო-ბოლო.
ასე კი არა, საკ მომაჩების ერთთვის ხელფასი მომაგებდეში. მომაგითხა სახში ხო არ გინდა წაიყვანო რა ხან უმანქანოთ ხარ სამსახური გამომიარა. მამა სკოლის დირექტორი. ცხოვრებაში რომ მამა მაისური და შორტით არ მინახავს სულ გალსტუგით და ესეთი ოფიციალური კაცი იყო და მე სიგარეტი დაკავებული ვარ ფანჯარით და მამა არგავს ფანჯარას და კარებს. მოსწავლე ზის და ეს დაინახა და მე რამექნა ეს ხელი ჩავიდა ჯიბეში პიდაფ სიგარეტიან. სიგარეტი. მამა არ გაბაბაძა მოსწავლეს და არაფერი არ მითხრა. ისე სახს ძალიან თბილად სახში არ გინდა წაგიყვანო. არა მამა მეთქარ მე ბიანობამდე მყავს მოსწავლები და მე ფეხით გამოვისეირნებთ მე და მე ჩემი მეგობარი ერთად მუშაობდით მე და ვაჟი ერთად გამოვისეირნებთ. მეთქარი და ეს აქ მესმის და კაი წვადის სული მოდის შავი და უგედის. აი კარგად ერი ამერე ჯიბე გახვედი გამიმწვარი მაგ ფეხზე და სახში მის ვარ გიდა. სახში უნდა მიხვიდე. ო. და ჩემს ცოცხალიაში გურული ხალი მახარაძის ხალი. ტერს დაეტაკა. მივედი ბიჭო სახში. და ჩემი ახებს კარებს. შია ისევ ჭავრამეს. აუ მეთქი მამა მარჩამიშვა ალბათ. ნამოსი შემინახავ ფიქრს. ხო დაინახა რაჩება. დავჯექით საჭმელად და უნდა ჩავიდო ერთი ლუყვა პირში და დედაჩები. დღეს მაღლაკელიძეების ოჯახში ჩატარდება კრება. ოცხადა. და ჩემი და ზისაზე დედაჩები მალჩია. შავ მიხთ და გაფჭებული ვარ ეგ. ხლა ესე გამიჩენდა ლუყვა ვერც ზროხასავით სასოხრა მქონა. ვერც ამევით სოხრე, ვერც გერგანოუში, ვერც საკეთა. ახსოვს წელზე გახტილი ვიყავ სახის პირობებში და მაგიდების საწმენდი ტილოები ახლა იყინება ამა ფიბრა და მაშინ იყო ძველი მაიგა და ძველი ტრუსიკი მაგიდე რაც მოგჩევა იმას რო პურის ნაცესები მიახმება აი ის გადამიჭირა ზუგზა შენი კუბანავი შენ ჯამთელობას მაგი უნდა გიდ ეხლა რა მშეს მე ვუხარ შენ ჯამთელობას მაგი უნდა ვერ გავიგე ამის მიმალავ მე ვუხარ ჭირს და რამე მაგიდი რატო იცი აი ასეთ სუსტი ვიყავ წვრილი შეიძლება ძალი გიტარის გრიფისტის ხე ვიყავ 39 კილო ვიყავ პირველ კურსზე უნივერსიტეტში ხო ბავშვი გამოყავ სამშობიაროა მაგ შენ ჯამთელობა შენი კუბანავი რა ჩემო ჩაატარა გურული მამა ჩემს ენა რა მოვია დედა მიმართა სადამჟელო ოპერაციისთვის. სხვადასხვა სიტყვას მოვისმენე რომ ამოვდი რომ მამა ჩემს დღემდე გართობათ მიაჩნია მიუხედავად იმისა რომ ფულს ვაკეთებ ამითიო და რაღაცა შემიძლია ხო სანამ ცოცხალი იყო ყოველთვის რომ სადაა ხვიჩი აცხეში წერობს ეგეთ ჩეტობს თავისთვის. იმიტომ რომ ყველა მშობელს მაშინ 90-იანებში უნდა რომ თავის შვილი ყოფილიყო ცეხავიკი. აცხარი ფერი მუსრო დაარტყა აპლიკაციო სპირნაზე გიდა ეს უნდა კაბინეტი და ხო აი ხო გერებ დედაჩემი იყო ბუღალტერი. თავარი ბუღალტერი იყო ჯერ ინფექციური საავადმყოფოს, შემდეგ მეოთხე ტრესტი იყო, შემდეგ სასტუმრო იყო მესხეთი ახლა რო შერატონია. დედას უნდა რომ ბუღალტერი არის ხა და იქნება და ამაში არის რაცხა. ლევი ფული არის ლევი საერთოდ ცალკე რომ მოგჩება რაღაცა. შეთვის ეს რაც კორუფცია ხო მაშინ ეს კორუფცია ლევი არის მაშინ. მამას უნდა რომ უცხოენებს გავყოლოდი. დავამთავრე უცხოენების ძალით. London is the capital of Great Britain. Oh yes. გამოვიტანე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩემი საყვარელი უნივერსიტეტი გამოვიტანე Why do you cry Willie why ეს წოდნა. და მე ცალკე ვისწავლე უკვე პრაქტიკა და უცხოელებთან აი ვისწავლე რა უნდა გესწავლა მაშინ. თუმცა ძალიან კარგი სწავლება იყო და ძალიან კარგი თაობები გაზარდა ამ უნივერსიტეტში მაგრამ მე არ ვარ გონდილი რომ გიტარა და კავერნები და სტუდენტური დღეები და ამის ხათრით მიწერდნენ ნიშნებს. ხო არა თუმცა გამოგადგა ცხოვრებაში და კი გამომადგა. საერთოდ რა მკითხე თუ მახსოვდეს მე ვიყო. გაკითხე? ეხა ბოლოს? ხო. რაზე გაკითხე? გავითი შეეხადა რა ვკითხე ვარ გამოსწორე. აი ეს არის ეს უნდა ამოიჭა დაიდოს. მამას მეთქი არასერიოზულად მიაჩნდა მე. ხო, არასერიოზულად. ორივე გავიქცე. ჩემი ნათესაობა უსამძიმრებდა დედაჩემს და ბავშვს. დედა ეს მამა პედაგოგი, დედა ესეც სერიოზული ბუღალტერი და ფილოლოგი და ეს კლოუნი ვის გავს ეს დედა რა გეშველებათ რა ასე ვიყავი სულ. და არასერიოზული იყო გიტარას უკრავს?
ფული ამდენი აქვს. ოჰო. ხო, ფული არის, ფული სულოს ფულს. ეგ იყო, ფული იყო მთავარი. მაშინ ეს დაეხაძა სულ სამწუხაროდ ფულზე. ხო და ფულზე გამახსენდა მეგობრებო რომ ერთი კაი სპონსორი გამოჩნდით ვიღაცა კაცო, რან დავლიოთ, ან შევჭამოთ. ან რაღაცა ვქნათ. გამის ხა შევიზილოთ რაც ხა გადავიზილოთ რაღაცა ვქნათ. მე გენ გამოუშვით რაც ხა. ვიჩა, მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო. მე დარწმუნებული ვარ, კიდე 1 4 და 5 საათი რომ ვიჯდეთ აქ. ვიზდერ, კაც მე ვერ კომფორტო. ვერ შეველევით ერთმანეთს, არც მოგვეძება, იმიტომ რომ იმდენად კაი რესპონდენტი ხარ. მართლა უყონთ დედასპიცო გულით, იმიტომ რომ ხანდახან აერო მაგალითად ადამიანს მოიყვან და აი თუ კონკრეტული კითხვა არ დაუსი, კაი გაგცემს მაგაზე დამთავრდა, უნდა გადავხედე შემდეგ კითხვას და მორჩა. იქ ამბავს რომ მოყვები, იქ რაღაცას გაიცინებ, დაუკრავ რაღაცა. მე ვფიქრობ რომ მაინც ყველასთვის ძალიან სასურველი ეს ისე რაც უფრო ბევრს ლაპარაკობ, მე შეესტობებს უშვებ ადამიანს, მაგრამ მე ამ შეესტობებს არ მეშინია. არაფერი არ ყოფილა ისეთი მე მგონი რომ ზოგადად ხო რა ვიცი რაღაცა ის რომ რაც უფრო მეც ფიქრობ რა უნდა ვთქვაო, აი გერხევა. ხო, ჩემ პრაქტიკიდან ესე ვიცი. აი წეგან მაგიტო ვახსენე რომ ხა ტელევიზიაში კიდე მაინც ჩარჩოებია. YouTube-ზე რო ხარ, ხო პოდკასტის ამბავია, მაინც უფრო საიტს აგიღებს, წამოგიღებს და რაღაც თავისუფლად ხარ მაინც რა. და შე როგორ იგზავნე თავი ეს მაინტერესებს. მე ძალიან თავისუფლად, ასე ფეხზე არ გადამიდია და სიგარეტის ადამომიღია და ძალიან კარგად ვიგზავნე თავი და თქვენთან თუ არის აბონემენტი, გადაცემაში მოსვლის, რაც საფრთხეში ერთხელ ან 4 თვეში, კი ბატონო, მაგამ შეიძლება ამას გასტრონომიული ისიც სელფერით შეძინო. აი სპონსორები რო გამოჩნდებიან და გამოაგზავნიან კაციებულ პიცებს, მე კაციო, დავაგებო. სანამ აქ მოვა, ხო? რაღაც შეიძლება პატარა პურმალელი ასე ეხლა ხო ეგ რაღაცები არის ჩანაფიქრში. ფორმალურად მიუჭახურეთ ერთმანეთს, მე უკვე ოფიციალურად და საერთოდ დავასწროთ ხალხი. აუ რა ჯობია შენთან კეიფს. ვანახოთ როგორ კი ბატონო, ეგ ამბავიც იქნება აუცილებლად. ეგ ამბავი იქნება აუცილებლად და კიდე ერთხელ უნდა აუცილებლად ვთქვათ, რომ არხი უნდა გამოიწეროთ, ეს ვიდეო უნდა დაალაიქოთ და რა თქმა უნდა კომენტარებში ჩემ გათქვა აღჭირებათ სასიამოვნო რაღაცები დაიწერება, ისედაც ეჯუბაკ. რო ცუდი არ დაიწერება ხო თუ რა და არა დაიწეროს რა ცუდი მაინტერესებს რა. არ ამგონია ძალიან ეჯუბეპარება, იმიტომ რომ ისეთ სტუმარია. მე ცუცუნა გამოვედი ახლა. არა. ჩემში არ განწერო ცუდი. ხაცეთ. არ ამგონია. ხარდება და პირველ ცუდი კომენტარს მე დავწერე ჩემ თავზე, გინდათ? დავაი მე დავწერე. ეგრევე. ჩემ თავზე. ეგრევე. თავრე Facebook-ზე ხო დადებ, ხო გააზიარებ? აბა რას ვიზარდა Facebook-ზე, აბასაც გავაზიარებ და მე მოგიხსენებათ ვარ ქუჩის მუსიკოსების წევრი, სოლისტი და აი სულ ახლახანს გაკეთდა ოფიციალური ჩვენი Facebook, რომელიც იქნება აღწერაში აუცილებლად გავუთავ. აუცილებლად და გაგვაზიარეთ, მოგვიწონეთ, დაგვალაიქეთ და ჩვენი შიდა სამზარეულოს, ხო, ჩვენი შიდა სამზარეულოს რაღაცები აი როგორ რეპეტიციონს როგორ აკეთებთ რაღაცებს, ამის მოწმედი გახდეთ. ერთი ცალკე მაგის ვლოგის გადაღება შეიძლება კამერებით დაგადგებით და მუსიკას კი ბატონო, წინასავი რეპეტიციები როგორ ხდება? ხო, ეგეთ აუცილებლად გავაკეთოთ ეგა კი. კი ბატონო და აუცილებლად. ხელს ბას და ორივე YouTube-ს. აუცილებლად ამაზე კაი გამონათქომ YouTube-ზე ჯერ მომსწრება YouTube-ის მხარეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ კიდე ერთხელ ალექსანდრე ყაზბეგის 43A DL Shop-ი მეგობრებო, რომელიც არის გდანშიც არის და ეხლა აქ გაკეთდა მშვენიერი კარგი ფილიალი. დღეს გაიხსნა სხვათაშორის. და თავია პარკინგია. ხო, 18 თებერვალი არის, როცა იწერება ეს პოდკასტი, 1 2 3 დღე დამჭირდება მაინც რომ დავამოტოჯო ძირითადად ხამე მიყვარს ხოლმე ჩავჯდები. ჩემთვის იქ ჩიფსები, იქ არ დავასახელებ კიდე რაღაცა სასმელები, რაღაცა. მუჭა ჩიფსები. არა, ჩიფსები როგორ არის? საღიკვება. ღამე რო რაღაცა სასუსტავი რა, შეიძლება ჩიფსი არ იყოს, რაღაც სასუსტავი რო რაღაცა რო აი ესე ასე რომ დღე არ მიყვარს. ისე ყოველდღიურად იცვლება, ყველაფერი ღმერთო მშვიდობაქიერი ახლა სამში დაამონტაჟებ რამე. არა, აპ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 ap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 
ამდე ხანს გაგვიძელით და ვინც აჩქარებულზე უყურებდით და ახლაც უყურებთ იმათთვის ვეთქვი რომ თქვენს წინაშე იყო თორნიკე ლახოვიჩა. კარგი იყო. დასაგვოს დასაწყისი, ასევე დასასვლელი. მაინც სექსი უფრო მომეწონა და ეგ ჩაჯდება ანონსში აუცილებლად. ხო რომა. ჩემი ოცნება. ჩემო ზღაპარო. ბიჭო, ახლა ვარ ამ წუთას პოდკასტის გადაღებაზე და ამასაც გეუშვებენ ეთერში. ახლა რასაც შაბწუდა ეთერში მირეკავ. თავიდან თქვი, თავიდან. ხმამაღალზე ჩავხდე.
ხუჩა მაღლაკელიძეზე მეტი სექსუალური ადამიანი ჩემთვის არ არსებობს. შენი გიტარისგან მინდა შვილი. უკულელე მყავს უკულელე. ჩავსვა? კი რა უკულელეს მოგცემ უკულელე მაქვს იმაში სამსახურში. ეგ იყო შენი შვილი. რომა იყო გიორგაძე ბრაუმეტეხის. გიორგაძე მეთქი რომა გიორგაძე ვერაცოეო სანოძე.